სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი დელტას ახალი პროდუქტი სამხედრო იარაღის პარალელურად დელტამ სამოქალაქო სპორტულ პნევმატური შაშხანების არმოება დაიწყო. საწარმოო ასევე ერთ-ერთ პირველ ქართულ პისტოლეტებზე მუშაობას განაგრძობს. მათ შორისაა მაყუჩიანი პისტოლეტი სკორპიონი, რომელიც სპეციალური ოპერაციებისთვის გამოიყენება. გიორგი წეროძის სპეცრეპორტაჟი დელტადან. დელტას მიერ წარმოებულ სამხედრო პროდუქციას უკვე სამოქალაქო სპორტული იარაღით შეემატა. 2014 წელს სამეცნიერო ტექნიკურმა ცენტრმა პირველი ქართული პნევმატური იარაღი დააპროექტა. პირველ ეტაპზე ის ლულები, რომელიც ამ იარაღზე იყო წარმოებული, იყო ექსპერიმენტალური, გვინდოდა რომ უბრალოდ გვენახათ თუ რამდენად იყო შესაძლებელი ეს წარმოება, საერთოდ აღმოჩნდა რომ საკმაოდ კარგი ხარისხის გამოვიდა. ვინაიდან ეს ძირითადი კომპონენტი უკვე ადგილობრივი წარმოების იყო და შეგვეძლო მისი წარმოება, პრინციპში ყველაფერი სხვა დანარჩენის გაკეთება უკვე სულ 1-2 თვის საპროექტო სამუშაოს საკითხი გახდა და ესე მოხდა ამ იარაღის შექმნა, ასე ვთქვათ, პრინციპში წინასწარ განზრახული და განსაზღვრული პროექტი, რომელიც ამ იარაღის შექმნას ემსახურებოდა, არ არსებობდა. ის კალიბრი, რომლითაც პირველად გამოიჭედა, იარაღი ზუსტად იყო შესაბამისი პნევმატური იარაღის კალიბრისა, ექსპერიმენტალური ნაკეთობა, შესაბამისად ეს ნაკეთობა პირდაპირ იარაღად გარდაიქმნა საბოლოო ჯამში. იდეურად ეს არის სპორტული იარაღი და ძალიან ახლო მომავალში ვაპირებთ, რომ მასიური წარმოების დანერგვა განვახორციელოთ იმისთვის, რომ თქვათ ქართულ ბაზარს, ისევე როგორც საერთაშორისო სპორტულ ბაზარს, სპორტული იარაღის ბაზარს შევთავაზოთ ეს პროდუქტი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იარაღი იყოს ხელმისაწვდომი საქართველოს მოსახლეობისთვის, გადიოდეს იგივე ან უფრო დაბალ საფასო კატეგორიაში, რაც ვთქვათ, უცხოური ანალოგები, ამავე დროს ძალიან კონკურენტუნარიანია პროდუქტი საერთაშორისო სპორტული იარაღის და პნევმატური იარაღის ბაზარზე, მათ შორის გვაქვს კონკრეტული მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებული შტატების რიგ რეალიზატორებთან, რიტეილ კომპანიებთან, ანუ ეს ვთქვათ, მაღაზიების და ჰიპერმარკეტების ქსელებთან, აღნიშნული პროდუქტის შეთავაზებასთან დაკავშირებით. სანამ კონკრეტულ პროდუქციაზე მუშაობა დაიწყება, ის ეგრეთ წოდებულ feasibility studies გადის. ხდება პროდუქციის შეფასებით იკვლევა, რომლის შემდეგაც იწყება წარმოების დანერგვა. პნევმატური იარაღის კალიბრი 4.5 მმ, წონა 3 კილოგრამი, ხოლო სამიზნე მანძილი 50 მეტრია. პნევმატურმა იარაღმა პირველი ასე ვთქვათ, feasibility study წარმატებით გაიარა, მათ შორის ეკონომიკური დასაბუთების მიმართულებით, ანუ მომგებიანობის კოეფიციენტი აშკარად და რეალურად საკმაოდ პოზიტიური და კარგი გვაქვს ამ პროდუქტში და როდესაც ამ კვლევას ვაკეთებდით, ჩვენ რა თქმა უნდა ვეყნობოდით ამერიკული, ებრაული და სხვა მომწოდებლების, სხვა მწარმოებლების პროდუქტს და მათთან ვაკეთებდით, ესე ვთქვათ, შეჯიბრებადობას ჩვენი მომავალი პროდუქცია, ასე რომ ეკონომიკურად წარმატებული საფასო პოზიციები ექნება პროდუქტს. პნევმატური იარაღის პარალელურად დელტაში უკვე დამუშავდა პირველი ქართული მაყუჩიანი პისტოლეტი სკორპიონი, რომელიც 9-17 კურცი ბრაუნინგის ვაზნებზეა გათვლილი. სკორპიონის დამზადებისას გათვალისწინებული იქნა ამ კალიბრის სხვა მოდელების საუკეთესო მახასიათებლები. მე ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ კლონირება იარაღის არ არის. პირიქით არის გამოყენებული სხვადასხვა ტიპის იარაღების საუკეთესო best practice-ები და ასევე თავისთავად არის ადგილობრივი know-how, რომელიც საბოლოო ჯამში გამოიხატება იმაში, რომ იარაღს საკმაოდ კარგი ტექნიკური მახასიათებლები აქვს. სკორპიონის ტექნიკურ-ტაქტიკურ მახასიათებლები კი ასე გამოიყურება: სიგრძე 195 მმ, კალიბრი 9-17 კურცი, ჭიდის ტევადობა 15 ვაზნა, წონა მჭიდით 1.2 კილოგრამი, ეფექტური სროლის მანძილი 25-50 მეტრი, ხმის გავრცელება 95 დეციბალი. სწორედ დაბალი ხმის გამო მსგავს იარაღებს აქტიურად გამოიყენებს სპეცდანიშნულების როგორც სამხედრო, ასევე ანტიტერორისტული და საპოლიციო ქვედანაყოფები. ეს არ არის როგორც ეგეთი სამოქალაქო იარაღი და მაგას მხოლოდ სამხედრო დანიშნულება აქვს. გამომდინარე აქედან ეს არის სპეციალური ოპერაციების ჩასატარებლად. იმ შემთხვევაში, როცა გჭირდება, რომ ჩუმად გააკეთო საქმე, რო იტყვიან, ომის პერიოდში. კიდევ ერთი ქართული პისტოლეტი, რომლის რეალიზებაც დელტამ ბოლო პერიოდში დაიწყო, პარაბელუმის 9-19 ვაზნაზეა გათვლილი. მისი წონა მხოლოდ 980 გრამს შეადგენს, ლულის სიგრძე 120 მმ-ია, ხოლო ტყვის საწყისი სიჩქარე 360 მეტრწამი. დელტას წარმომადგენელთა განცხადებით, იგეგმება მისი სერიული წარმოება და სარეალიზაციოდ გატანა.
უცხოური დეტალები პრაქტიკულად არც არის. ერთადერთი მჭიდი არის მხოლოდ ამ 9-19 რო არის ლიუგერის პლაზმაზე, მეტი დანარჩენი სულ აქ დამზადებული ყველაფერი აბსოლუტურად. ასე რომ ათვისების მხრივ ჯერ რა თქმა უნდა საწყისი ეტაპისთვის ძნელია, მაგრამ შემდეგ უკვე დაიხვეწა და უკვე შესაძლებელია ჩვენ პირობებში ჩვენი ძალებით დავამზადოთ აბსოლუტურად ყველა დეტალი. ქართული წარმოების ორივე პისტოლეტმა ტესტი სპეციალურ კირში უკვე გაიარა. ქართველი კონსტრუქტორები ახლა ამ იარაღების კიდევ უფრო სრულყოფისთვის მუშაობენ.